გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. რძის სკანდალზე ვსაუბრობთ დღესაც წერტილში, ანუ რძის სკანდალმა რა ჰქნა, როგორ უნდა აღდგეს მომხმარებელსა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს შორის ნდობა. როგორ უნდა შეძლონ კომპანიებმა დაზიანებული იმიჯის აღდგენა, პასუხისმგებლობის სრული ჯაჭვის ანალიზი, ვის რა ვალდებულება აქვს და არის თუ არა გამოსავალი ადგილობრივი პროდუქციის იმპორტირებულით ჩანაცვლება. წერტილის კითხვებს დღეს კომპანია სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის ყოფილი დირექტორი მირანდა მანჯგალაძე უპასუხებს, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, ყვარლის ბაგას მფლობელ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილთან გუშინდელი ვრცელი ინტერვიუდან მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად საინტერესო კითხვებზე პასუხები მინდა კიდევ ერთხელ მოვისმინოთ მოკლედ. კერძოდ, რატომ აჭმევდა ყვარლის ბაგა 2018-2019 წლებში დაახლოებით 1 წელი საქონელს ქათმის ნაკელს და ასევე თუ ანტიბიოტიკიანი ნაკელის მიღებამ 200-მდე სული საქონლის სიკვდილიანობა გამოიწვია, რა უყო კომპანიამ ამდენ საქონელს, როგორც ლაშა პაპაშვილი აცხადებს და განმარტავს, სიკვდილიანობა თურმე დაკვლას ნიშნავს და არა დახოცვას. სიკვდილიანობა სიკვდილს არ ნიშნავს? სიკვდილიანობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკალეთ. ეს რას ნიშნავს სიკვდილიანობა? ხო, არა, სიკვდილიანობა არ ნიშნავს დაეცებათ, როგორ? მოქალაქემ შეიძლება გაიგოს, რომ დაგეხოცათ, იმდენად ცუდად იყვნენ, დაგეხოცათ. შენ როგორ მიიტან იმას აქვს მნიშვნელობა და ეხლა კარგად გამიმარტავ მე, რომ 3-5 დღის მერე მკურნალობისა უკვე საშიში აღარ არის ანტიბიოტიკი და შეიძლება უკვე ის პრობლემები, რაც მოქალაქეს არ აწუხებს. მის ხორცზე მოქმედებას არ აკეთებს ინდომეტრიტი, არ აკეთებს პრობლემას, რომ გაბერწდა საქონელი, არ აკეთებს პრობლემას, რომ მას აბორტი ჰქონდა. ეს 200-მდე ძროხა. გასაგებია, რომ 2018-19 წლებს ეხება. რა მინდა გითხრა. როგორ აი სანამ ამ ინდუსტრიაში ვარ 12 წელი და იაპონიიდან პორტუგალიამდე უყურებ რა მდგომარეობა ამ ინდუსტრიაში. საბედნიეროდ. ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან მაგრა ვიცი ეს ინდუსტრია. მომხმარებელს ესეც აინტერესებს განსაკუთრებით 200-მდე ძროხა. აი რა მდგომარეობაში იყვნენ სანამ გაყიდდით და როგორ დავიჯეროთ, რომ ისინი იყვნენ გამოჯამრთელებული, მაგრამ მშრალი ძროხები როგორც მასალით. სლოტერში რომ მიდის, ანუ სასაკლაოზე რომ ვაგზავნი მე ძროხას, რომელს გავაგზავნი, როგორ ფიქრობ? ჯამრთელს გავაგზავნი, მეწოს გავაგზავნი, არა ბერძს გავაგზავნი, არა ენდომეტრიტიანს გავაგზავნი, ვაგზავნი რომელიც უკვე პრობლემურია. პრობლემაში რას გულისხმობთ? პრობლემურია რომ გაბერძდა, პრობლემურია რომ აბორტი ჰქონდა, პრობლემურია რომ შეიცავდა თუ არა ეს ანტიბიოტიკს ვერ შეიძლება შეიცავდეს. რატომ იყენებდა ყვარლის ბაგა საქონლის კვების რაციონში ქათმის ნაკელს 2018-2019 წლებში? 15-20 წლებში ყავდა ებრაელი მენეჯმენტი და იცით ისედაც გავრცელებულია 50 წელი, 100 წელი, არა მგონია, 70 წელია კვლევები მიმდინარეობს და ამას ჩვეულებრივი ამბავი იყო. როცა ებრაელმა დააყენა ეს, ჩვენ ვერ შევეცეხ იმდენად არგუმენტირებულად თქვა, მე თვითონვე შემოიარა ფერმები, თქვა რომ ვერ მივიღებ ამ ფერმებისგან და მე ჩემი რჩევა იყო რომ ნახე შენ ბიო ის უფრო სტანდარტი, უფრო ევროპულია რაღაცა, რა მათქმა. წავიდა ნახა და კი ეს კარგი, ესენი უფრო კარგები არიან. თქვა რა ბევრად მაღალ ხარისხიანი ფერმა. თუმცა ახლა ანუ მე ვამბობ, არა 1 წელი იყო სულ ეს кейსი დაწყებული 18-ის ზაფხულიდან დამთავრდა მთლიანად დამოიწურა. დაახლოებით 7-8 თვე იყვება სულ პროტეინის შემცვლელი დანამატი არის ეს და ინდუსტრიისთვის ცნობილია. წერტილთან ინტერვიუში გუშინ ლაშა პაპაშვილმა კითხვა, რომ ყვარლის ბაგას შვილობილი კომპანია რძის ლაბორატორიის გაყიდვები ბოლო 5 დღეში 5%-ით გაიზარდაო, მაგრამ ცალსახაა, რომ ეგრეთ წოდებული სკინდლიანი რძის სკანდალმა მომხმარებელი ძალიან დაზაფრა, რასაც დროში დაემთხვა ვიმბლდონ საქართველოს შემთხვევა. ანალიზი გაუკეთდა სოფლის ნობათის რძის ნიმუშს, რომელიც აზერბაიჯანიდან იყო შემოსული და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. მოკლედ რძის და რძის პროდუქტების ქართული მწარმოებლებისთვის კარგი პერიოდი ნამდვილად არ დგას. ამ სიტუაციაში რა უნდა ქნა ბიზნეს ოპერატორებმა და როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი? მირანდა მანჯგალაძე 2014-2017 წლებში სახელმწიფო კომპანიამ სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის ყოფილი დირექტორი უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების მირანდა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. როგორც მომხმარებელი, ბუნებრივია და ასევე ადამიანი, რომელსაც თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე ახლო შეხება გქონდათ და გაქვთ სურსათთან. ფართო სურათში
ალბათ ადევნებთ თვალს ამ პროცესებს, რა ამოატივტივა თქვენი დაკვირვებით ეგრეთ წოდებული სკინტლი ენერგიის სკანდალმა, რასაც უკვე დაემატა გასულ კვირაში სოფლის ნობათის პროდუქციის ნიმუშებში აფლატოქსინის გამოვლენა. საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ შანსისთვის, რეალურად სახელმწიფოებითი უზრუნველყოფა ჩემთვის იყო, როგორი კომპანია და როგორი პასუხისმგებლობა ეს წარმოუდგენელი, იმიტომ რომ სახელმწიფოებითი უზრუნველყოფა სახელიდან დაწყებული თითქმის რელსებზე შესმა და ასე შემდეგ ზუსტად ჩემი დირექტორობის დროს მოხდა და საპასუხისმგებლო საქმე იყო, იმიტომ რომ ეს არის ჯარისკოების კომპანია, რომელიც რეალურად ტენდერებში იღებულობდა ძალიან ბევრი მომწოდებლის პროდუქციას და შესაბამისად პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ იყო რომ ტექნიკური სპეციფიკაცია დახვეწილი იყო ისე რომ მაქსიმალურად პირველ რიგში უნებელი პროდუქცია მიგვეყო და შესაბამისად ძალიან ახლოა ჩემთვის ის ესე რომ ვთქვათ პრობლემები რაც ეხლა ტივტივებს ზედაპირზე რეალურად ეს არ არის დღეს წარმოშობილი პრობლემა თუ ამას პრობლემას დავარქმევთ და შესაბამისად ეს მუდმივად ესეა უბრალოდ ეხლა რძეზე გაკეთდა აქცენტი მე შეიძლება სხვა რამეზე გაკეთდეს აქცენტი და წამოვიდეს პრობლემა და პრობლემები ნამდვილად ბევრია მაგრამ რისი თქმა მინდა იცით აი ამ კომპანიაში ყოფნის დროს ძალიან კარგად დავინახე პასუხისმგებლობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ჯარისკოება არის მეტად საპასუხისმგებლო, რიცხოვნობაც მაღალია, სასადავლო ობიექტების მაღალია, შესაბამისად გავაკეთეთ ზუსტად ჩემი ხელმძღვანელობით სასადავლო ობიექტების ტექნიკური შემოწმება, ტექნიკურ-ეკონომიური ესე რომ ვთქვათ ანალიზი. ამის შემდეგ ტექნიკური სპეციფიკაცია, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფო შესყიდვებით და ტენდერებით იყო შესყიდული პროდუქცია დაწყებული ხილბოსნიდან, ღვთის ნაწარმი და ასე შემდეგ, რასაც ნედლეულად ვიყენებდით უკვე რომ სასაკვები დამზადებულიყო და ტექნიკური სპეციფიკაციის წერის დროს მანამდე კიდე ვიყავი თავდაცვის სამინისტროში პროექტის ხელმძღვანელი, სადაც ნატოს სტანდარტებიდან გამომდინარე და მათ შორის საბჭოთა სტანდარტებიდან გამომდინარე შევქმნით სტანდარტის დოკუმენტი კვების ჰიგიენასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ვცდილობდი რომ ამ სტანდარტის შესაბამისად კომპანია გვემართა ისე რომ არ ქონოდა მსგავსი პრობლემა, რაც დღეს რძის კომპანიებს უდგას მაგალითად. რას გულისხმობ, როდესაც ჩვენ შევისწავლეთ რეალურად დაუშვათ მენიუდან გამომდინარე რა ნედლეული უნდა შეგვესყიდა. შემდეგ გავაკეთეთ ტექნიკური სპეციფიკაცია, როგორი უნდა ყოფილიყო ეს პროდუქცია და გავაკეთეთ ის რომ რეალურად მოვითხოვეთ მომწოდებლებისგან ლაბორატორიული დასკვნები. ლაბორატორიული დასკვნის გარეშე ჩვენ პროდუქციას არ ვღებულობდით. ანუ ეს იყო ძირითად მაჩვენებელზე იქნებოდა მე ამ სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ როგორც მენეჯერი ყველაფერში უნდა ერკვეოდეს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა იყო ჩემზე, რომ უნებელი და გემრიელი პროდუქცია ნაწარმი მიწოდებოდა ჯარს. შესაბამისად გავაკეთეთ ესე რომ ვთქვათ მომწოდებლებთან მიკვლევადობა, ჩვენ არ ქონდა მაშინ იურიდიული საფუძველი რომ დაუშვათ საწარმოში შევსულიყავი, დაგვეთვალიერებინა როგორც დიდი შემსყიდველი დაუშვათ როგორ მიმდინარეობდა პროცესები და ასე შემდეგ, თუმცა გვქონდა იმის უფლება მოგვეთხოვა დოკუმენტაცია იმ დონის და იმ ხარისხის, რაც ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, რომ ჩვენ ყოფილიყავით დაცულები და ჯარი ყოფილიყო და ქვეყნის უსაფრთხოება დაცული. აქედან გამომდინარე, ანუ ჩვენ ამ ტექნიკური სპეციფიკაციებიდან მომწოდებლებს ვთხოვდით ლაბორატორიულ დასკვნებს და ამას გარდა შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე ქონდა გაკეთებული რისკიანი და არარისკიანი დაუშვათ ნედლეულები, რომელიც განსაზღვრეთ და შესაბამისად პერიოდულად ჩვენ თვითონ ვაფინანსებდით და ვამოწმებდით მათ ლაბორატორიულად რომ არ გაპარულიყო მსგავსი ცდომილებები. ქონდა ისეთი შემთხვევები, სადაც დაუშვათ ფინანსურად დავაჯერიმეთ კომპანიები და ნაწლავის ჭხირი ამოვიდა. ამიტომ ეს არ არის დაუშვათ ახალი პრობლემა. ეს არის პრობლემა, რომელიც ოდითგანვე მოგდებს და ყველა ქვეყანას, ყველა სისტემას აქვს ეს პრობლემა. თუ არ იქნა დანერგილი ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უკვე კანონის ძალით კომპანიები. აი ამაზე მინდა ვისაუბროთ. ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ რადგან რძე არის ფოკუსში, ფართო სურათში რომ შევხედოთ ამასაც, აი ფერმიდან დახლამდე. სად გვაქვს დღეს სუსტი რგოლები? კი საქართველოს ცდილობს სურსათის მიმართულებით, უნებლობის, უსაფრთხოების მიმართულებითაც მათ შორის მიუახლოვდეს ევროსტანდარტებს და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერს აქვს რაღაც თავისი სუსტი რგოლი, ეს არის მათ შორის ხანდახან რო გვინდა რეგულაციების მკაცრი დანერგვა, იქ სოციალური თემატიკა შემოდის, იგივე რძეს ყოველს როცა ეხება საქმე და ასე შემდეგ. აი დღეს რადგან რიტეილ სფეროშიც ხართ და კარგად იცნობთ, აი ფერმიდან დახლამდე ასე რომ შევხედოთ, სად ვართ ყველაზე სუსტები? იცით რა, ალბათ ციკლი უნდა წარმოვიდგინოთ და ყველა ბიზნესმა უნდა წარმოიდგინოს თავისი ციკლი, საიდანაც ღებულობს ნედლეულს, რისგანაც მზადდება, მაგრამ საბოლოო პროდუქტი, რომელიც მერე მიეწოდება მომხმარებელს, აუცილებლად საკონტრო წერტილები უნდა გამოყო და ამ საკონტრო წერტილებში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შემოწმება. რა თქმა უნდა, ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და ნებაყოფილობით ალბათ ბიზნესი ყველანაირად ცდილობს, რომ ხარჯი აირიდოს, ხო, რეალურად, მაგრამ ბუნება ასეთი და არა მხოლოდ ჩვენთან, ყველგან ბუნება ასეთია, ხარჯის ოპტიმიზაცია მოხდეს და რაც შეიძლება შემოსავალი გაიზარდოს. თუმცა სახელმწიფოს
ზუსტად იმიტომ გვჭირდება და სახელმწიფო მარეგულირებლები იმიტომ გვჭირდება რესურსობრივად თანაბრად გადანაწილებული რომ აბალანსებდეს ყველაფერს და იძლეოდეს ამის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფომ თვითონ მოითხოვოს რა ეტაპზე სად უნდა გადამოწმეს და რა ტიპის სტანდარტი უნდა იყოს დანერგილი. აქედან გამომდინარე, ამას უნდა შევხედოთ სისტემატურად. არ შეიძლება პოლიტიკური გახდეს ეს საკითხი. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის უფრო საკითხი ნების, რეგულაციის და კონტროლის, სადაც პრევენციული ზომები უნდა იქნას დანერგილი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მოეთხოვება ბიზნესებს შესასრულებლად და ამის შემდეგ უკვე გამივალთ იმ განვითარების ეტაპზე, რომ რეალურად ეს გახდება უკვე ყოველდღიურობის საკითხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ინფორმაციულობის მომატება, ამაღლება ჯერ პირველად ბიზნესში თანამშრომლების, იმიტომ რომ ყველაზე საკვანძო პროფესია, პოზიცია არის დასუფთავებაში მაგალითად, ხო, სადაც კვების ჰიგიენას, მაგრამ უმეტესწილად ასეთ პოზიციებზე აყვავს ისეთი თანამშრომლები, რომლებიც ერთიც რომ დაბალანაზღაურებადია, მეორეც რომ არიდება რესურსის სატრენინგო მიმართულები და მესამე ყველაზე დიდი შეცდომები, რა თქმა უნდა, იქ მოდის, იმიტომ რომ ირგვევა იქ ჯვარედინი დაბინძურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯაჭვი უნდა წარმოვიდგინოთ და ნებისმიერმა ბიზნესმა უნდა გაიაზროს პასუხისგებლობა, რომელ მომხმარებელს და რა სეგმენტს ემსახურება, მომხმარებლიდან როცა გადმოვიხედოთ, ანუ რეალურად რა უნდა შემოწმდეს და რა ტიპის შემოწმებებია საჭირო, მაგრამ მივდივართ მეორე პრობლემასთან თელარა, იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყანაში ისეთი ლაბორატორიები, რომლებიც სრულყოფილად მაგალითად გააკეთებენ ისეთ ლაბორატორიულ დასკვნებს, რომ რეალურად ყველა პარამეტრზე იქნას ნედლეულიც თუნდაც შემოწმებული, ან თუნდაც მზასაკვები შემოწმებული და ასე შემდეგ. ამიტომ უფრო სახელმწიფო მათ შორის რადგან ხარჯიანია ბიზნესისგან ხშირად გვსმენია, რომ საჭირო არის ინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან. კი, სახელმწიფოა, იმიტომ რომ საჭიროა, იმიტომ რომ რეალურად ის ხარჯები საწყის ეტაპზე, რომელიც შეიძლება ლაბორატორიას ჰქონდეს, შეიძლება მხოლოდ შემოსავლით ვერ დაიფაროს. ამიტომ შესაძლებელია არ ვარ ამაში კომპეტენტური, მაგრამ ამ კუთხით ინვესტირება იყოს საჭირო. თუმცა სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არის, რომ ადამიანი და მოქალაქე იყოს დაცული, შესაბამისად უნდა შეუწყოს სისტემამ ხელი ბიზნესსაც და მომხმარებელსაც, რომ ამ პროცედურების გამართვა შეძლოს. ანუ მთავარი თემა არის ციკლი, საიდან ვიწყებთ პროცესს, სად მთავრდება პროცესი, ამ ციკლში საკვანძო წერტილები რა უნდა გადამოწდეს, რა სიხშირით, რა პერიოდულობით და რა პარამეტრებით, რომელსაც სურსათის უნალობის და უსაფრთხოების სამსახურები განსაზღვრავენ ხოლმე და მინდა გამოვყო ესე ერთი პროფესიონალი გია მიქაძე, რომელიც ჩართული იყო ზუსტად სამხედრო კუთხით იყო მიხეილ ფოფხაძე, მინდა რომ მადლობა კიდევ ერთხელ ასე სატელევიზიოდ გადაუხადო, ჩართულები ვიყავით ყველა პროცესში, ექსპერტების გარდა, აქ იყო მენეჯერული რგოლი ჩემი სახით და დანარჩენი ექსპერტები, რომლებიც მუდმივად ამაზე ვმუშაობდით, რომ არ გაგვპაროდა რამე მხარვეზი და პრობლემა. პირველი ეს არის უნებლობა, ხო, უნებლობის თემა, რომელიც შეიძლება აი მარტივად გაიპაროს. პირობითად ვამბობ, იცით, აი მომხმარებლისთვის კი არა და მსმენელისთვისაც, რომ მარტივად ასახსნელი იყოს. წარმოების ციკლში შეიძლება მანქანა დანადგარდეს, რაღაცა წვეთავდეს პირობითად, რომელიც შეიძლება ძალიან მიზერულად შეერიოს ნედლეულს და შესაბამისად საბოლოო პროდუქტში აღმოჩნდეს, რომელიც იყო შეიძლება ტოქსიური ნივთიერება. ანუ შესაბამისად, თუ პროცესში არ ვამოწმებთ ნედლეულს, გადამუშავების დროს არ ვამოწმებთ და საბოლოო პროდუქტს არ ვამოწმებთ, ეს თვითონ კომპანიებმაც უნდა გაიაზრონ, რომ საკუთარი თავდაცულობის გამოც უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ შეიძლება ეს ხარჯიანი იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი ხარჯი. კი, ვახსენე, რომ კარგი დღეები ნამდვილად არ უდგას რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, ამ სკანდალმა ძალიან დაზაფრა მომხმარებელი და ჩემს ირგვლივ ძირითადად მესმის საუბრები იმის თაობაზე, სოციალურ ქსელშიც ჩანს ეს, რომ მოდით რა ვქნათ ახლა რაღაცნაირად იმპორტირებულზე უნდა გადავერთოთ, ვნახოთ ის პროდუქტები, რომელიც ევროკავშირიდან არის იმპორტირებული და იმათ ხარისხბუნებრივია უფრო ვენდობი და ასე შემდეგ. რადგან რიტეილ სფეროსთან ისევ ახლოს ხართ, BMG კი ცდილობს დღესაც გუშინაც ცდილობდა დაუკავშირდეს რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, ასე დავიწყეთ, როგორ შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში მათი გაყიდვები, რა ხდება მარკეტებში და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, რამდენად აისახა ეს ძალიან ცუდი ფაქტი, რაც მოგვიანებით, მაგრამ გავიგეთ მომხმარებლებმა გაყიდვებზე. და რა უნდა გააკეთონ დღეს ამ სიტუაციაში, რას ურჩევდით კომპანიებს, რომ ეს წლობით ნაშენები ნდობა მომხმარებელში, რეპუტაცია, იმიჯი აღიდგინოს. აი ნახეთ, ჩვენ ესე რომ ვთქვათ, რომ შევაჯამოთ პირველი ნაწილი, ვთქვით, რომ ციკლი, ესეთ რომ ვთქვათ, საკვანძო წერტილები, ლაბორატორია და ვახსენეთ ძალიან ბევრჯერ ხარჯიანია ბიზნეს არ უღირს და ასე შემდეგ. აი ეხლა რა სიტუაცია
სიტუაციაც და სურათიც დადგა, მაგალითისთვის ვიღებ ამ ბიზნეს კომპანიებს, ხო? ანუ რამდენით უფრო მეტი ჩამოეშალათ, ვიდრე პირობითად ის ხარჯი გაეწიათ, რაც რა შედეგიც აქამდე არ მოიყვანა. ძალიან თეორიულია, რა თქმა უნდა და პრაქტიკულად შეიძლება ესე არ იყოს, მაგრამ რეალურად ეს არის, ხო? ანუ რა ინვესტიციას ვდებდა? სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ამ სკანდალის რეალურად სანტემ და სხვა ბიზნეს კომპანიებმა, რომლებიც იღებდნენ ყვარლის ბაგასგან, აღმოაჩინეს ეს ანტიბიოტიკიანი რძე და წუნდებული უკან დაუბრუნეს და არ ყოფილა, მაგრამ ეხლა იყო, არ იყო, დღეს უკვე მომხმარებელში ეს კითხვის ნიშნები არის და ძალიან რთულია დამტკიცება. ანუ ამის თქმა მინდა, აქ არის ხარჯის თემა ასაწონდასაწონი, ანუ ხარჯი აუცილებელი ხარჯი, რომელიც გიცავს სამომავლოდ მსგავსი პრობლემებისგან რა პრობლემებშიც აღმოჩნდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სანტეც და აგროხაბიც პირობითად და ასე შემდეგ იცავდნენ, იმიტომ რომ მეც მაქვს ინფორმაცია, რომ წუნდებული რძე უკან მიბრუნდებოდა ხოლმე და ყველა მომწოდებლისგან აღებულობდნენ რძეს, რაც ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ეს პროცედურები ნამდვილად დალერგილი იყო ამ ობიექტებზე, რაც შეეხება გადავერთოთ თუ არა იმპორტირებულზე. მე ერთი რამ გამიხარდა, ეხლა რაც თქვენ თქვით, რომ მომხმარებელი ისევ და ისევ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილ რძეს თუ პროდუქტს და ასე შემდეგ უფრო მეტ სანდოობას უცხადებს. რატომ? ევროკავშირმაც იგივე გზა, ევროკავშირის ქვეყნებმაც ის თეორიული უცნება, იგივე გზა გაიარეს, რაც ჩვენ, მაგრამ რეალურად მივიდნენ იმ საუკეთესო პრაქტიკამდე და სტანდარტამდე, რომელიც ავალდებულებს უკვე საუკეთესო პრაქტიკით იმ ქვეყანაში მეწარმე ბიზნესებმა, რომ მსგავსი რამ დანერგონ და შესაბამისად არ გადაუხვიონ და იმ სტანდარტში მოექცენ, ხო? ჩვენს თუ გვინდა და მოგწონს, იგივე გზა უნდა გავიაროთ. აქ ადამიანები არ ცვლიან, აქ სისტემა კარნახობს, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს, რა არის მაპრევენცირებელი ზონა, რა არის მაკორექტირებელი ზონა, რა უნდა დაინერგოს, ვინ უნდა აკონტროლოს, ვინ უნდა შეასრულოს, ვინ უნდა მიიღოს, ხო? ანუ სისტემა უნდა აეწყოს. აი ყველაფრიდან გამომდინარე, ერთი სასიხარულო რაც იყო, რომ მომხმარებელი ენდობა და შესაბამისად უნდა რომ დაუშვათ ევროკავშირის სტანდარტების, იმიტომ რომ დაცულია პროდუქტი მიიღოს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები იმას, რომ ადგილობრივი ჩანაცვლაც იმპორტირებული. აი მარტივად გეტყვით, მაგალითად, შემხვდა რამოდენიმე კომუნიკაცია ზოგიერთი რიტეილისგან, რომ აი ჩვენ დაუშვათ რაღაცა ევროკავშირის ქვეყნის რძეს ვხებულობთ, რომელიც 100%-ით ნედლი რძისგან მზადდება, ნატურალურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარკეტებისთვისაც პრობლემა გახდა, ხო? რა თქმა უნდა, გაყიდვებიდან გამომდინარე, ცდილობენ, რომ იმპორტირებული პროდუქტი უფრო მაღალმარჟიანი პროდუქტია გარკვეულწილად და შესაბამისად ეს ჩანაცვლება მოხდეს, იმიტომ რომ მაღალფასიანია, მომხმარებელი დაბნეულია და შესაბამისად გონია, რომ ეს საფრთხის შემცველია და ის საფრთხის შემცველი არ იქნება, თუმცა ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. სად ვადის განხორციელების პროდუქტი, რომელიც 1 თვე და 2 თვეა, იმიტომ რომ ჩამოტანას და რეალიზაციას დრო სჭირდება, რა დანამატებს შეიცავს, ხომ წარმოგიდგენია და სად პროდუქტი, რომელიც ადგილზე მზადდება, ყველაფერს რო თავი გავანებოთ და მისი ვადა არის 1 კვირა, 7 დღე, 8 დღე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, უფრო ჯანსაღი არის ადგილზე დამზადებული რძე ამ შემთხვევაში, ვიდრე დაუშვათ იმპორტირებული რძე. ამიტომ არანაირად არც პატრიოტული მიზნით და ასე შემდეგ არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ იმპორტირებული უნდა ჩავანაცვლოთ დაუშვათ ადგილობრივი რძე და ჩვენ შვილებს იმპორტირებული ვაჭამოთ და ასე შემდეგ. მე კიდე გავამახვილებდი ყურადღებას იმას, რომ ყველა მშობელს არ შეუძლია 9 ლარი გადაიხადოს დაუშვათ რძეში, ხო? და შესაბამისად შიშით უნდა მისცეს რძე, იმიტომ რომ რძე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და ამ დროს ამის საფუძველი მართლა არ არსებობს ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ კი ამოვიდა ეს ფაქტები, ამოვიდა ეს რაც არ უნდა ამოსულიყო, მაგრამ არ მინდა გამოვიწვიო მსმენელის გაღიზიანება, თუმცა ასეთი ფაქტებისგან დაცული ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი კომპანია არაა. კიდევ და კიდევ მივდივართ სისტემასთან და სისტემა, როდესაც იცავს ამ შემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი, მეტნაკლებად მოთხოვნა არსებობს, მოთხოვნაზე არსებობს მიწოდება და უნებელი პროდუქციის ერთსება სტანდარტში, რომელიც პირველ რიგში არის უსაფრთხო. რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უფრო მომხმარებელს რა შემოაბრუნებს ადგილობრივი პროდუქცია? გამჭვირვალეობა. უფრო მეტი საუბარი მომხმარებელთან. მე მაგალითად რომ ვიყო რომელიმე მხარეს, მართლა გულწრფელად ძალიან განვიცდი ამ საკითხს, იმიტომ რომ მომხმარებელი ვარ, მეც 4 შვილის დედა ვარ და რძე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ანუ ისეთი ინგრედიენტია, რომელიც ყოველდღიურობაში მოიხმარება, შესაბამისად მე ძალიან კარგად მესმის მშობლების პირველ რიგში, იმიტომ რომ მოწყვლადი ჯგუფია ბავშვები, იმათი ხელვა. რას გავაკეთებდი და აუცილებლად ავიღებდი საუკეთესო პრაქტიკას, რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში პირობითად შემოწმება ამ ციკლის შემოწმებასთან დაკავშირებით, ანუ ამ ღირებულებათა ჯაჭვში, რა ნედლეული რა ეტაპზე როგორ მოწმდება, რა პარამეტრებით მოწმდება და ასე შემდეგ. ამ სტანდარტს აუცილებლად გავასაჯაროვებდი ადამიანურ, ანუ მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე. გასაჯაროების შემთხვევაში გავაღებდი ყველა კომპეტენტური ადამიანისთვის კარებს იმისთვის, რომ მომხმარებელმა ტელევიზიის საშუალებით იქნება თუ ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით, ოღონდ არა მიკერძოებულად
სოციალურად და არა პოზიციით და არა რაღაც პოლიტიკურ ჭრილში და ასე შემდეგ. უბრალოდ იმისთვის, რომ მართლა გაირკვეს ჭეშმარიტება. ანუ ერთი რო სტანდარტი გასაჯაროვდეს და ყველასთვის გასაგები გახდეს, რა ითხოვს ეს სტანდარტი, რომელსაც დაუშვათ ევროკავშირის ქვეყნები მიყვებიან, ან ამერიკა მიყვება, ან ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა. შემდეგ ამ სტანდარტის შესაბამისობის გამჭვირვალეობა დაინერგოს კომპანიებში, რომლებსაც დღეს ბრენდის, იმიჯის და ნდობის პრობლემა აქვს და ამის შემდეგ გახდება ცხადი და მოიმატებს ინფორმირებულობა ადამიანებში, რომ მათ მიიღონ უკვე გადაწყვეტილება რა გააკეთონ, რას მიმართონ და როგორ მოიქცნენ. ამ შემთხვევაში ნამდვილად არის დაძაბულობა, ნამდვილად არის ნდობის თემა. მე არ ვიცი პირდაპირ და ციფრებით ვერ გელაპარაკებით, რამდენად დაიკლო დაუშვათ. ისე ხო ალბათ ბევრი დროც არ არის გასული და რთულია გაყიდვებზე პროცენტულად როგორ აისახა, მაგრამ არა მგონია დიდად აისახოს, მარტივად გეტყვით რატომ, იმიტომ რომ პირველადი მოხმარების პროდუქტია, ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია და შესაბამისად არის რაღაცა რეზისტანტულობა, რომ არ შეიძინოს და შეიძლება ალტერნატიულზე გადავიდნენ და უფრო მეტი გაყიდვა ქონდეთ, აი, რასაც გეუბნებით იმპორტირებულ პროდუქტზე, თუმცა იმპორტირებული პროდუქტი კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი რომ გრძელვადიანია და გრძელვადიანობას პროდუქტი განსაკუთრებით რძე და რძის ნაწარმი შეინარჩუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ის დანამატი, რომელიც არც თუ ისე სასურველია გრძელვადიანად ადამიანმა მიიღოს და მეორე ვარიანტი არის რომ რა თქმა უნდა მაგრამ ყველა ვერ შეწდება მაღალფასიან რძის პროდუქტს ამაზე დარწმუნებით გეუბნით რაოდენობაში მომატებული იქნება გაყიდვაში იმიტომ რომ მაინც ჯანმრთელობასთან როცა მივდივართ უსაფრთხოებასთან და ასე შემდეგ ადამიანის ქცევა ბუნებრივია იცვლება ჩვენც რომ მომხმარებლები ვართ ალბათ იგივენაირად ვიქცევით თუმცა რძის აუცილებლობა ისევ არის და რეზისტანტობა არის ნავაჭრზე აისახება ბუნებრივია რაოდენობა შემცირებული იქნება მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ისეთი პროდუქტია რომ შეიძლება ეს საუბრები ძალიან მალე იქნეს მივიწყებული და ისევ აღდგეს ესე რომ ვთქვათ ეს მოხმარებლის მოთხოვნა ამ კონკრეტულ პროდუქტზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ ბრენდი რომელიც დაზიანებულია, რომელიც აბსოლუტურად მართლა ძალიან ძლიერი იყო ამ სეგმენტში, აუცილებლად საჭიროებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მომხმარებელთან და იმის საუბარი რომ დაუშვათ ფაქტით 6-7 წლის ამბავია და შესაბამისად ფაქტით არ გამოვლენილა პათოლოგიები. შეიძლება დღეს ვთქვათ კარგი ყოფილიყო, ჩვენ ახლა გავიგეთ რომ ის ანტიბიოტიკიანი რძე გადაასხეს. და დღეს როგორც რძის მწარმოებელი, ისე გადამუშავებელი გვამშვიდებს იმით, რომ ის რძე არ მოხვედრილა ბაზარზე, მაგრამ რო იყოს სადმე არქივში, რაიმე პოსტი თუნდაც Facebook-ში ან განცხადება, რომ ის რძე გადავასხით, დღეს მომხმარებელში შეიძლებოდა ბევრად სანდო ყოფილიყო ის განცხადება, რომ აი გახსოვთ, აი ეს იმ რძეზეა საუბარი. არა, ამის დამტკიცება შეუძლიათ, ყველა კომპანიას აქვს დანერგილი სტანდარტები, სტანდარტი ავალდებულებს იქნება, მაგრამ ახლა უკვე სტანდარტი ავალდებულებს დოკუმენტალურ მიკვლევადობაში ზუსტად ამას გულისხმობთ, რომ აუცილებლად ანუ მიიღეს, არ მიიღეს, დაუშვათ იქ დეფექტი იყო, მიაბრუნეს და ასე შემდეგ, ეს კომპანიაში უნდა ინახებოდეს და ალბათ ადვილად შეძლებენ ამის ფაქტიურ დამტკიცებას. შეიძლება ახლა ყველა მიღებაზე Facebook პოსტი არ მიუძღვნა პირობითა და მომხმარებელთან არ ქონდეთ სწორი კომუნიკაცია, რომ იცი ეს არ მივიღეთ, იმიტომ რომ რაღაცა, მაგრამ პერიოდულად ამ ხარისხს და უნებლობას, რომ პრიორიტეტად მიიჩნევს კომპანიები, ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელთან არ უნდა დაკარგო კომუნიკაცია. ორივე შემთხვევაში შეიძლება მივედით იმ ეტაპამდე, რომ აი ბრენდი იმენდანად cash cow გახდა, ესე ქვია ბიზნესურად, რომ იმდენად კარგად ტოვებს მოგებას, იმდენად კარგი მოთხოვნა აქვს ბაზარზე. მაგალითად, კონკრეტული კომპანია Santes თუ გავითვალისწინებთ მის მოთხოვნას ბაზარზე, ისინი სრულად ვერ აკმაყოფილებენ და შესაბამისად იმაზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე რეალურად შეიძლება წარმოება შეუძლიათ, ხო? აქედან გამომდინარე, პროდუქტი ნამდვილად კარგია, მოთხოვნა მასზე არის, ბრენდი ძლიერია, თუმცა მსგავსი რყევები ბრენდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება და ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი პოლიტიკა ამ შემთხვევაში მომხმარებელთან საურთიერთობოდ იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა, არის გამჭვირვალეობა. უფრო მეტი ფაქტის წარმოჩენა, რომელიც იქნება სანდო და სარწმუნო მომხმარებლისთვის და შემოაბრუნებს ისევ რომ ეს პროდუქტები შეიძინოს. სახელმწიფოს როლზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ აი ესეთ კრიზისულ სიტუაციებში, თუნდაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს უშუალოდ აი ამ რძის სკანდალზე მე რამდენადაც ვიცი საჯარო განცხადება ასე არ გაუკეთებიან რომ როგორ ხდება რა პროცესია მისი როლი ამ სიტუაციაში რა არის ან თუნდაც ის ფაქტი რომ გასაგებია ადრე 2000-იან წლებში და საქართველოში 2023 წლის შემდეგ აიკრძალა საქონლის საკვებში ქათმის ნაკელის გამოყენება მაგრამ თვითონ ის ფაქტი რომ მომხმარებელმა ახლა გაიგო რომ თურმე ასე ხდებოდა მაინც დაზაფრულია აი ამ ნაწილში მაინც უნდა იყოს თუ არა
ვართ ცოტა მეტად აქტიური, თუნდაც ამ სიტუაციაში თქვენი აზრით რუსეთის სააგენტო. აუცილებლად. და უნდა განმარტავდეს თუ არა რა როგორ იყო და რატომ იყო თუნდაც 2019 ეს არის ეს არის ესე რომ ვთქვათ მიღებული პრაქტიკა, რომელსაც მიყვება და დაუშვათ იქ ცილებისთვის და პროტეინებისთვის ეს გამოიყენებოდა შესაბამისად არ არის ეს ისეთი მაჩვენებელი რომ რაიმე განგაშის ზარს სახელმწიფოს რა თქმა უნდა სახელმწიფო ინსტიტუტი მაშინ უნდა გამოვიდეს და დაასაბუთოს რის საფუძველზე ქონდა ეს უფლებამოსილება კომპანიას მსგავსი ქედება საწარმოო ციკლში განეხორციელებინა და თუ ამის უფლება ქონდა დაარწმუნოს მომხმარებელი და მოქალაქეები რომ ეს ნამდვილად არ არის შემცველი რისკის ესე რომ ვთქვათ რომ რაიმე პათოლოგია ან დაავადება გამოიწვიოს, მაგრამ იმაზე საუბრით რომ ეხლა ცალკეული ექიმები პირობითად გამოდიან ან ტოქსიკო შემსწავლელებით როგორც ქვიათ ამბობენ რომ არ არის ეს პრობლემა და არ გამოვლინდა 6-7 წლის განმავლობაში რაიმე დარღვევა არ ნიშნავს რომ მე-10 წლის თავზე არ დაიწყება მსგავსი დაავადების გამოვლენა. ამიტომ თუ წელგამართულები არიან იმ შემთხვევაში რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა, აუცილებლად მათი აქტიურობა არსებითად მნიშვნელოვანია, თუნდაც ამ კომპანიებს დაეხმარონ იმიჯის აღდგენაში. თუ ეს მიღებული პრაქტიკაა, თუ ეს საუკეთესო პრაქტიკაა და ცილა და პროტეინისთვის ნამდვილად გამოიყენებოდა მსგავსი რამ, მე რა როსკინტია ეხა პირობითად ვამბობ, ანუ შეიძლება შეიცავდეს ისეთ რაღაცებს, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია, გაიზარდოს წველადობა და ასე შეიძლება ჰიგიენურად ისე გვეჩვენება, მაგრამ არის ისეთი რაღაცეებიც, შენარევები და მინარევები, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს და შეიძლება იგივე ზიზღი გამოიწვიოს, ან უფრო მეტი და უშუალოდ რაც საკვებში ხდება. წერტილი რაც დავუსვათ. წერტილი უნდა დაუსვათ აი ესეთ ტალღურ რეაქციებს, ესე რომ ვთქვათ, განგრძობით კრიტიკას, მერე იქ დაუშვათ იუმორს და ასე შემდეგ და უფრო სერიოზულად მიუდგეთ მსგავს დარღვევებს, რომ მუდმივად არ ვიყოთ მაკორექტირებელ ღონისძიებების გატარებაში, რომ რაღაცეები გამოვასწოროთ, არა. სისტემა აეწყოს ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, როგორც ევროკავშირში, ამერიკაში და ასე შემდეგ. სისტემის გამართულობაზე ვნიშნავ უფრო მეტ პრევენციულ ზომას, ვიდრე მაკორექტირებელ ზომას. იმისთვის, რომ მოქალაქე იყოს დაცული და თავარი ღირებულება იყოს. კომპანიებმაც ერთგვარ გამოცდილებად უნდა მიიღონ ალბათ ეს დღები. წარმატებას ვუსურვებ. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა მშპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის ყოფილი დირექტორი, რიტეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.